დღეს მედია არის უპრეცედენტო წნეხის ქვეშ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან. ეს წნეხი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ეს არის საკანონმდებლო შეზღუდვები, ეს არის მედიის დაფინანსების შეზღუდვა, ეს არის ჟურნალისტების შევიწროება, რეპრესიები, პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტები, დაკავება, ცენზურა და მრავალმხრივი ხელშეშლის მცდელობა მედიის მუშაობისა. ამიტომ ისე როგორც დღეს არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკი და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს კუთხეში მოდის უამრავი ადამიანი, რომელსაც არც აქვს შეხება მედიასთან, პირადი შეხება, თუმცა საკუთარ თავზე გრძნობს მედიის არსებობით მიღებულ სარგებელს. ჩვენთან მოდის უამრავი ადამიანი, რომელიც წერილებს წერს სიამახლობელს, არც ველოდით მართალი გითხრათ, რომ ასეთი მაღალი აქტივობა იქნებოდა. ადამიანები მოდიან ნებისმიერი ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, ახალგაზრდები და წერენ მედიას, სიამახლობელს წერენ წერილს, სრულიად უცნობი ადამიანები და არიან მისი შთაგონებულები, სწორედ მისი შემართებით და თავისუფლებისათვის ბრძოლის უნარით.